Judo კი არა. Did you eat Georgian food? უთხარით რომ ატო იუტუბერები და ცენი ამებმა თქვეს რომ არტისტები ჩამოვდივართ, მაგრამ რა ჩემის არტისტია. $500,000 გაუნწერზე ავდივარ და შენი აზრით მე ავალ პირველი თუ Hungry Man-ები? ზუდუ ბანდა როგორ ხართ? დაუბრუნდი ვლოგებით და ჩემი ახალი მანქანით ვარ, ამას ცოტა ხანში დაგათვალიერებინებ. ერთი ძალიან კაი სიახლე მაქვს კიდე ძალიან მალე ვაპირებ გავხსნა ჩემი ინტერნეტ კაფე, არის გეიმინგ რუმი, რასაც ეძახით ხოლმე, სახელი ერქვა. კომპიუტერები გვექნება, PlayStation-ები გვექნება, ტურნირები, ივენთები, რა ვიცი, ძალიან კარგი გამოდის და რო გაიხსნება, რა ვიცი, წინასწარ უკვე ყველას გელოდებით. სპორტის სასახლესთან მოვედი ახლა. Kick-offs უნდა ვუყურო. Judo კი არა. ეს რა გაკეთავს? პლუს 1000 აურა. ხიდაშას უნდა ვკითხო. ლიგაზე როგორც ითამაშე ისე არ ითამაშე, ანუ უფრო მაგრა და გოლებიც უფრო მეტი და პენალი არ გამარჯვა. ოპა, აი გეგაჯაში როგორი აქტიური. ეგა სხვა ფინტების თუ იცი. ბიჭო, აი. ვაუ, გეგა გაიტანს 12 გოლს. ბიჭო, უფრო მომარაგებაში ვარ დღეს ასისტები პასები. ეგრე ხალი მოგა. კი, წყალი გარეთ სხვა მაიკები და ასე შემდეგ. თუ გავიტანის ოფენერს კომპიუტერი, მაიცა გაიჭირა. აბა ხوار გამოგარცმევდით მართლა მაგით. ამასობაში საქართველოს იტალიის თამაშიც დაიწყო, რომელიც 3-1 მორჩა, ნუ სრული მაჩის ყურება, ვისაც გინდათ აღწერაში დაგიტოვებთ ლინკს, ამ ბლოგის მერე შეგიძლიათ ჩაუჯდეთ, უყუროთ და A few moments later. საღოლ ბიჭები იმენა. არის დაძაბულობა, ცოტა ეხა დავტოვებთ გასახდელს და თამაში ჯამში კაი იყო 3-1 მორჩა. ამოვტენეთ იტალიელები და აღარ ჩამოვლენ ალბათ აღარასდროს. აბაში ინსპირირებული გახდა და მალეში YouTube-ზე დაიწყე მაქედონიის მართლა? ეს ტექნიკიდან? კი. ეხლა რამდენი ხარ? ეხლა 12. Hey guys. What's up? Guys, do you like Georgia and the space here? Georgia is very wonderful, very beautiful country, and Did you eat Georgian food? it's amazing. Wine? Khachapuri. Khachapuri is the best. Hello everyone who support Kazakhstan. We're very excited to be here. Thanks for all. Georgia, Tbilisi, we love you. კითხვები გვაქვს ესეთი. შენი აზრით ვინ იყო საუკეთესო ჩვენი გუნდიდან? ჯაიანი მუშაობდა ბევრს ხორო დაცვაში და აურო რაბანა კატაა ჩვეულებრივი იმენა კატაა. 500,000 გაუნწერზე ავდივარ და შენი აზრით მე ავალ პირველი თუ Hungry Man-ები? დაგვასაბეთ, ბანის არხიც აღწერაში იქნება და ჩემებმა ზუდუ ბანდა გაუსპამეთ. მაშინ გახსოვს იტამ რა შენ პირდა ფეხსაცმელს დაგითრევო. შენო თუ ეგრე გევასებაო, დისებიო, მეო დაგითრევო რა. კაი და 1-2 კვირის წინ ნახულობ რა და გამომიარეო და მოგცემო რა ფეხსაცმელს. ეხა გაიგებს პირველად ამ ვიდეოს თუ ნახავს, აქედან გაიგებს რა და მივედი სახლში ავედი ჰიტას და რაღაცა ვითამაშები და გამომიტანა ფეხსაცმელი და აიო ჩამოვიდაო, ოღონდ 1-8-9 თვეაო მიდევსო სახლშიო რა და გამოვაღე მაგრა გამისწორდა რა ულამაზესი დისები იყო და ამოვიღე და ჩავდე ფეხი და აი არ მიმჩნევს სახეზე რა და პატარა მაგრა როგორ იცი იმენა ესე მაგ თითები რა და ხო კაიაო და მეთქი კაია მეთქი წაიღე და სახში გიდევს. არ ჩემ გოგოს ვაჩუქე რა ოჯახს დარჩა რა ანუ ოჯახში დარჩა ფეხსაცმელი რა სხვა ჰიტა აი კაცო ვერ გაწყენინა აზე ხა მეც რომ აჩუქე მეც ეგრე
ვიდეო სპონსორია Honor Georgia მეგობრებო და ეს არის mini review Honor 400 Pro-ი, რომელიც აღჭურვილია უამრავი ძალიან მაგარი ფუნქციით და ეხლა გეტყვით და მოგიყვებით ყველაფერს. ძალიან ლამაზი ტელეფონი არის, ესეთი თხელი და ლამაზი დიზაინი აქვს, რომელიც აღჭურვილია წყლისგან დაცვით. აქვს 120 ჰერციანი ეკრანი, 200 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც AI აქვს ჩაშენებული. ძალიან მაგარ ფოტოებს იღებს. კამერას ასევე აქვს 50x-იანი ზუმი სუფთა გამოსახულებით. ვიდეოს რაც შეეხება იღებს 4K 60 FPS-ში, 6000 mAh-იანი ბატარეა აქვს, რომელიც 39 წუთში იტენება 100%-ზე. 256 გიგაბაიტი აქვს ტევადობა, 12 გიგაბაიტი ოპერატიული და მუშაობს Snapdragon 8 Gen 3-ზე. ძალიან კაი smartphone-ია, თან ისეთ ფასშია, რომ გაგიკვირდებათ. აღწერაში ჩაიხედეთ, Honor Georgia დააფოლოვეთ და გავაგზავნეთ vlog-ი. Эй, მოდი აქ. ჩაცმული რატო დადიხარ? ბიჭო, სველი ვიყავი და. პავებ. ბასტო. მოგეწონა შენი თამაში? კოსტავას 73. რა ხდება კოსტავას 73-ში? მე ვთამაშობ, ოღონდ კომპიუტერულ თამაშებს ყავ. აი, მომისმინე არა. სანამ მე და ბასტო ვლაპარაკობთ, მანამდე ყაზახები და აზერბაიჯანელები ემზადებიან, რომ ერთმანეთს ეთამაშონ, ძალიან ისეთი უხეში და დაძაბული თამაში იყო და მოდი ვნახოთ, რას ამბობს ნუგი ამ თამაშის შესახებ. როგორი თამაში იყო? რავი, ხა წესებით ყაზახეთმა გთხოვა, რომ ფეხბურთელები არ ჩამოიყვანოთო. რავი, სამი ფუტზალისტი ჩამოიყვანეს, არა, ხა იმას არ მომბერ, მაგიტომ რომ წავაგეთ, არა. მაგრამ ეგრე მაშინ მეც ჩამოვიყვანდი, ხო? მე ხა პატივი. ანუ შენ იმას ამბობ, იქით პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობდნენ? ანუ ესენი ვიცი რომ იმაში ყაზახეთში თამაშობენ ფუტზალს რა და მეორე ლიგას ყაზახეთის ჩემპიონატს და აი ახლა ეს დრო დავანებოთ, ანუ ბასტოს რო ვეხმარები და რო უთხარით რომ მარტო იუტუბერები და ისინი ამებმა თქვეს რომ არტისტები ჩამოვდივართ, მაგრამ რა ჩემის არტისტია. კაი, მაგაზე დავივიწყოთ, წავაგეთ, მიულოცოთ ყაზახეთს. ფინალში მინდოდა მეთამაშა, იმიტომ რომ უნდა დამდგარიყავი ქართველებთან, ჰიმნი უნდა მემღერა და რავი, აბა, კაი, რა ვქნათ. იმედია საქართველოს უკვე მოუგებს ყაზახეთს და მთელი გული და სულით ვიბალეშკებ ჩვენ საქართველოს. ა? პატკატი არ გავუკეთებია. კაიგე, ანუ პატივიცემი იქ სასტუმროში ერთად ცხოვრობ. და უთხარით მოდი უხეში არგინა, შოუ გავაკეთოთ მე. ტიპმა ორივე ფეხი ხია ჩვენს კინარ ფეხი მოვუკეთ. პროცესი ხო თამაშობ შეიძლება ქართველებს ველოდები რომ მოიგებო. მაგრამ გაუჭირდებათ ჩემი. მაგარი თამაში იქნება, მაგრამ რავი, იმედია. ეხა ქართველებმა უფრო მეტი დაისვენეს, ეს კაია. და რავი, ნახოთ, იმედია თასი დარჩება საქართველოს. ამასობაში ქართველების და ყაზახების თამაშიც დაიწყო, რომელიც ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა და ფრედასრულდა, ჩაინიშნა პენლები და ეს არის ბოლო პენალი, რომელმაც მოგვაგებინა და გუნდიშას კომენტარებში W გაუსპამოთ. Kick-off-ი მორჩა, იტალიელებს მოუგეთ, ყაზახებს მოუგეთ და როგორც შეგვირდით, უნდა დაგათვალიერებინოთ, ეხლა ჩემი ახალი მანქანა BMW-დან გადავჯექი Mercedes-ზე, ეს არის ჩემი პირველი Mercedes-ი და 3-0 ბიტურბოა 4-4-ზე, 420 ცხენის ძალა აქვს და ხო, ნომრები NTMG ავიღე, იგივე Nikka TMG 111. ჩაჭერა ცოტა ხანში, მანამდე ვიზუალურად დავათვალიეროთ და C53 AMG-ა, ჩემი პირველი Mercedes-ი. სალონი წითელი ფერის არის და ძალიან უხდება, თავისი წითელი ღვედებით. ამანქანის მოხდოს ვაპირებ, პირველ რიგში ალბათ საჭეს შევცვლი. რადიატორი მაქვს შესაძლებელი, კიდე რა მითხეს, კუმბარა და ინტერიერშიც რაღაცეებს პატარაზე ხელი აქვს შესავლები. ხმა? მოიც ხმა აქვს უნდა დავდო ეს. კარჩო, ვიცი რომ მანქანები გევასებათ, მაგიტო ჩავსვი ეს ჩემი ახალი მანქანა ამ ვლოგში. თორე რა შუაში იყო, ხო? ბოლომდე უნდა დააჭირო, გაზ ჩააჭირო და როცა იმას სამს გაზ ბოლომდე უნდა ჩავა და არა სრიალს იწყებს, მაგრამ აი, მაშინ
გაზ მიეცი და რო დაიჭერს დააფარე. მანქანა თუ დაგევასათ, კომენტარებში დაწერეთ და ცალკე მანქანის night ride vlog-ები შეიძლება დავდო. აი BMW-შნიკებმა არ დამიწყოთ ჩემ მოღალატე და რაღაცეები. ჯობია ეხა BMW-ს ჯობ მირჩევნია რა BMW-ების ყავდა, იმას მართლა მირჩევნია ეს Mercedes-ი და ვნახოთ შეიძლება მომავალში ვიყიდო ერთი BMW კიდე, მაგრამ ჯერჯერობით რაღაცა არ ამგონია. კაროჩე, Instagram-ზე დამაფოლოვეთ, Karmit-ის გადაღებას თუ დავაპირებ, მე თვითონ მოვხოდავ Karmit-ს და ყურადღებით იყავით, რომ შევიკრიბოთ. კომენტარების მიხედვით მე გავსთორავ, რომ ვაპირებ, შემდეგ vlog-შიც თუ რამე ვიტყვი, რომელ vlog-შიც საჭირო იქნება. ამარხზე დიდი ხანია vlog-ი არ დამიდია და მოვუგროვოთ ამ ვიდეოს 20,000 ლაიქი მოდი, ძალიან ბევრი არ თქვათ, 20 იყოს, 20 მოაგროვეთ და მეორე vlog-იც ძალიან მალე დაიდება. და ყველაზე მთავარი დღევანდელი vlog-ის სპონსორი იყო და არის At-Home, რომელმაც გახსნა ახალი ფილიალი საბურთალოზე, კოსტავა 73-ში, უკვე მუშაობს. ჩემი პრომოკოდით ვინც მიხვალთ, გექნებათ 10%-იანი ფასტაკლება პერიფერიაზე, მონიტორებზე და კიდე რაღაცეებზე, ასე რომ როცა გადაწყვიტავთ რაიმის ყიდვას და მიხვალთ At-Home-ში, უთხარით რომ TMG-სგან მოვედიო, პრომოკოდი NIKA TMG თქო და 10%-ს დაგიკლებენ საერთოდ ყველაფერზე. კიდე ერთხელ შეგახსენებთ, ლაიქი, subscribe-ი არ დაგავიწყდეთ, ზარის გააქტიურება და 20,000 ლაიქზე უნდა ავიდეს ეს vlog-ი, რომ მეორეს გადაღება დავიწყო და